ჩვენს ცხელი ძაღლის სეზონს ის Instagram გვერდზე ქონა ესეთი გამოკითხვა, რამდენი მუსიკა არის გამოყენებული ცხელ ძაღლში. და ბევრს გონია რომ მხოლოდ ნიაზ დიასამიძის სულ რაღაც 3-4 მუსიკა არის სერიალში. მაგრამ ეს ყველაფერი არის პირიქით. ფონად ლელა ტურწომიას მუსიკა აფორმებს ჟანი ლოლაშვილის ამ რაღაც ზე ემოციურ მონოლოგს რა, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ. ფონური მუსიკა, რომელიც არის ძაფრ მომენტებში შერჩეული და მე რომ ვკითხოთ, რა ვიცი, საოცრად ზუსტად არის, ასე ვთქვათ, გარწყმული მომენტს რა იდეალურად მართლა დააჭარა. ეს არის ზუსტად ზაზა ურუშაძის და ნიაზ დიასამიძის საოცარი კოლაბორაციის დამსახურება, რა თქმა უნდა. და აი მაგ მომენტში არის გამოყენებული შინა ვორგილი ოსა ცხელი ძაღლი ფართიზე ნიას როცა შევხვდი ფართისთვის მზადება რომ მიდიოდა ეს მუსიკა არ ახსოვდა რომ მისი დაწერილი იყო და ზოგადად სერიალისთვის რომ შექმნა. მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით და დღეს იწყება ახალი კონტენტი ცხელი ძაღლის ირგვლივ რა თქმა უნდა. ეხლა ჩემ არხზე რა გასაკვირია ეს ყველაფერი. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, პირველი რა თქმა უნდა ამას გთხოვთ, კომენტარებში შეაქტიურეთ და ჩვენს ცხელი ძაღლის სეზონს ის Instagram გვერდზე ქონა ესეთი გამოკითხვა, რამდენი მუსიკა არის გამოყენებული ცხელ ძაღლში. და ბევრს გონია რომ მხოლოდ ნიაზ დიასამიძის სულ რაღაც 3-4 მუსიკა არის სერიალში. მაგრამ ეს ყველაფერი არის პირიქით. ნიაზ დიასამიძის იმ 3-4 მუსიკის შემდეგ გამოყენებული არის სერიალში ძალიან ბევრი მუსიკა. კომენტარებში მინდა დაწეროთ დაახლოებით აი რამდენი მუსიკა გონიათ რომ არის გამოყენებული სერიალში. დღეს კიდევ პირველი ეპიზოდი არის ამ ტიპის კონტენტის და განვიხილავთ თითოეული სერიის მიხედვით სერიალში გამოყენებულ მუსიკას. პირველ რიგში, დავიწყოთ პირველი სერიით და პირველი სერიის პირველივე წამზე, რა თქმა უნდა, ტიტრების დროს იწყება ნიაზ დიასამიძის გენიალური მუსიკით ეს ყველაფერი. ერთი რაც მინდა დავამატო არის ის, რომ ჩვენ ახლა ყველაფერს ვიზამთ ისე, რომ სერიალის მომენტები იყოს ამონათებული და გაგახსენოთ ზუსტად ის მუსიკა, რომელ ეპიზოდურ სცენაში იყო გამოყენებული. მაგრამ ეს თავარი ხა არ არის, ეს თავარი არის ის, რომ YouTube-ი სამწუხაროდ ძალიან ბევრ მუსიკას იცით რომ ბლოკავს რა. შესაბამისად, თუ ამ ეპიზოდში თქვენ ამოჭრილი ან დამიუთებული შეხვდათ ეს მუსიკა, ესე იგი სამწუხაროდ იმ ადამიანებმა ზევით YouTube-ი რომ შექმნეს ეს ავტორო უფლებები, ესე იგი ჩვენ დავარღვიეთ და სამწუხაროდ ესე მოხდება. მაგრამ სიტყვიერად რა თქმა უნდა ამ ყველაფერს აგიხსნით. დავიწყოთ. ესე იგი პირველი სეზონის პირველი სერია. პირველი სერიიდანვე, რა თქმა უნდა, ტიტრებით იწყება ნიაზ დიასამიძის საოცარი მუსიკა. მე ვიცი რომ შენ შეიყვარები თვარის და მზეს. ასე სიტყვიერად თქვი, მაგრამ ჩავსვამ, მაგრამ აქვე მინდა დავამატო, რომ ჩვენმა დიადმა ნიაზმაც სავარაუდოდ უკვე გააქტიურა საავტორო უფლებები და ძალიან პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას და მოკლედ ეს საუნდტრეკიც კი დაბლოკილი არის YouTube-ზე. ასე რომ გადავიდეთ შემდეგ მეორე მუსიკაზე, რომელიც არის პირველივე სერიის მეორე ნახევარში დასასრულს არის გამოყენებული სიმღერა და მუსიკა ნელი კელი ესეთი ისა ძველი სიმღერა, ჩემი ბავშვობის სიმღერა, მე ვარ 90-იანების წარმომადგენელი და 90-იანების წარმომადგენელი უფრო გამიგებთ და გაგახსენდებათ, მაგრამ სერიალი ვისაც გვქონდა ნახე, რა თქმა უნდა, ყველას გაგახსენდებათ. წავიდა. ამერიკაში ხინკალი არის? ხინკალი არა. ცუდია. ჰოტდოგი. ჰოტდოგი რა? ცხელი ძაღლი. მეტი კაცო. არა, მართლა ჰოტდოგი ქართულად არის ცხელი ძაღლი. ოთხფეხა ძაღლი? ეს მომენტი რა თქმა უნდა ყველას გაგვახსენდა.
ამერიკაში ხინკალი არის, ხინკალი არა, ჰოთ-დოგი არის და მთელი ამბები რა. ეს მომენტიც ყველამ ვიცით. შემდეგ რომელი მუსიკა არის გამოყენებული და შემდეგი მუსიკა არის გამოყენებული ჩვენ სერიალის ალბათ ყველაზე მძაფრ და ემოციურ მომენტში. როდესაც ბატონი ჟანრი ლოლაშვილის რაღაც საოცარი გენიალურობა შეგვიძლიათ ვიხილოთ. და ლელა წურწუმიას ფონად ლელა წურწუმიას მუსიკა აფორმებს ჟანრი ლოლაშვილის ამ რაღაც ზე ემოციურ მონოლოგს რა, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ. ამ საწყობის ეზოში მეზობელი სახლიდან პატარა სარკმელი გამოდიოდა, პატარა ფანჯარა რა. ხოდა ამ ძარცს ვისწავს. იქიდან ერთი გოგო იღურებოდა. გოგოს ედიკო ერქვა. დეიდალისას შვილი. მე მაშინ დამწყები ოპერები ვიყავი. ის ნიგაძე ჯინურია, დამწყები ბანდიტი. ჩემი ხელით მივიტანე მედიკოს ჩვენება და ჩავაკავი საქმეში. სადაც ეგ გურამ ჯინურია. ეჭვმიტანები ხდებოდა. მანამდე სულ ვეჩიჩინებოდი მედიკო, გენაცვალე პატიოსანი უნდა იყო, გამბედავი უნდა იყო, გამბედავი უნდა იყო. ვერ მიპატიებია რა ჩემი თავისათვის. სასამართლომდე 2 დღით ადრე მედიკო მანქანამ გაიტანა. მოკლეს რა. შემდეგი მუსიკა არის უკვე მეოთხე სერიაში გამოყენებული, რომელიც არის აი ლექსოს და კეთის ასეთი ლავსტორული პერიოდი რო არის და მიდიან დისკოთეკაზე. ჩვენ დროს და მაგ სერიალშიც დისკოთეკა იყო მიღებული და არა კლუბი, დისკოთეკა. კლუბში დისკოთეკაზე მიდიან მოკლედ და იქ არის გამოყენებული აი ესეთი მუსიკა, რომელსაც ქვია ნაჩე პანჯაბი. არლი დიგიტალის ვერსია არის ესეთი ამბავი. აი, ეგ მუსიკა ალბათ ყველას გვახსოვს. აგეთი ამბავია რა. დისკოთეკაზე რო ცეკვავდნენ ლექსო და კეთი. მეხუთე სერიის დასაწყისში არის გამოყენებული, როგორც კი სერია იწყება, არის გამოყენებული ჩვენი გენიალური ნიაზ დიასამიძის კიდევ ერთი შექმნილი საოცარი მუსიკა, რომელიც სხვათა შორის ცხელი ძაღლი ფართიზე, ვინც იყავით და მეთანხმებით, ვინც არ ყოფილხართ, კიდევ იგეგმება ძალიან მალე და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა შეგატყობინებთ და გაიგებთ. ცხელი ძაღლი ფართიზე ნიაზს როცა შევხვდი, ფართისთვის მზადება რომ მიდიოდა, ეს მუსიკა არ ახსოვდა, რომ მისი დაწერილი იყო და ზოგადად სერიალისთვის რო შექმნა. და გავახსენე და მოკლედ ეს მუსიკაც რა თქმა უნდა შემდეგ ცხელი ძაღლი ფართიზე აუცილებლად მოხდება და გაჟღერდება ცოცხლად და კიდევ ერთი მუსიკა, რომელიც მისი დაწერილი არის ძაფრ მომენტში, როდესაც არის გამოყენებული, რომელზეც უკვე მივალთ ძალიან მალე. ახლა კი შეგვიძლია რომ ეს მუსიკა მოვისმინოთ, რომელიც არის მეხუთე სერიის დასაწყისში გამოყენებული ჩვენი ნიაზ დიასამიძის საოცარი მუსიკა. რა ვიცი რა არის? ლელობა?
აი ოდნავ ინსტრუმენტობით, აი რამოდენიმე დღეში მოგიყვანთ მათ ბანაკებს. ორიგე შემდეგ მუსიკას რაც შეეხება არის ამავე სერიაში, მეხუთე სერიაშივე არის გამოყენებული ჯიმშერ ფილფანი რო ის სუფრაზე კარგად ერთობა, ასე ვთქვა, თავის სასტავთან ერთად და აი მაგ მომენტში არის გამოყენებული შინა ვორგილი ოსა. ერთი ჭიქა დამალევინეთ რა, ერთი ჭიქა. დალი, აი, ჭირივე შენი გამო. აბა დასხეთ პახტაგო, შინა ვორგილი ოსა. აბა მისმალანია, დაბიკო. შემდეგი მუსიკა არის გამოყენებული ამავე სერიაში, მეხუთე სერიაშივე, ნიაზ დიასამიძის ორი სხვადასხვა მუსიკა, რომელიც ერთი არის ფონადადებული, ძაფრ სიუჟეტში, იდეალურად არის მე რომ ვკითხო, შერჩეული. ვინდა ხარ რას დამტებ შებოზო კიდევ რაღაც გეშლებათ ბატონო ვინდა გავლა ჩემიდენა ვის უნდა დაევალებო აბა რა შენი ხოში დამრე დაგბრიდა ვიცოდე მე თქვენ გიცავთ ბატონო გურა ვის რას უნდა ბიჭო შენი დაცვა ძალიან ხო დამიბრუნეთ იარაღი და გამიშვით შენ უფრო გადაეცი შემდეგ რა შეეშვას და თავის რაკზე მიხედოს შემდეგი მუსიკა რა თქმა უნდა არის ჩვენი ნიაზ დიასამიძის მუსიკა რომელიც მოსდევს მეხუთე სერიას, როდესაც ჯიმშერ ფილფანი მიდის გზად და კილერები რო სამწუხაროდ გაისტუმრებენ იმ იქაურობას. სანაფიქრი ნაბიჯით მიკროდა იცვლი და რით სახოველთვის ყველაფერს ხვდებოდა ძალა არ ქონდა თქვის ქარი ქრის გაუნახავად შეგოდა ბილიკებს ძილში ხსნობდა გზასთვის პეიზაჟების ციგნს კითხულობ მეგობარი ვარცის შემდეგი მუსიკა, გადავედით შემდეგ მუსიკაზე და შემდეგი მუსიკა არის გამოყენებული, მელოდია მუსიკა არის გამოყენებული მეშვიდე სერიის დასაწყისში, რომელიც მეორდება ძალიან ხშირად, როდესაც იწყება სერია, ალბათ გახსოვთ, რომ წინა სერიაში რა მოხდა იმ მომენტებს ზაზა ურუშაძე და ერეკრე ბადურაშვილის ერთობლივი პირველი სეზონიდან მოგეხსენებათ. გვაჩვენებენ რა მოხდა წინა სერიაში და აი მანდ ფონად გაზრდავს ნიაზ დიასამიძის კიდევ ერთი შემოქმედება. და სახში წავედი. მე მეკობრულ მოკიბული არ მეყვარს. მოდი ვაშკაცურად თქვი, რამდენი გინდა. აი ეს უკვე სხვა ლაპარაკი.
შემდეგი მუსიკა არის ამავე სერიაში, მეშვიდე სერიაში, როდესაც ჯინორიას ჩაუხტება ბიძინა თავაგარი მანქანაში, აი მერსედესში და სხვადასხვა ეგ მანქანა იყო, როგორც ვიცი, გივი სიხარულიძის პირადი მანქანა, რომელიც სერიალში არის ნაჩვენები. და როდესაც ჩაუხტება ჩვენი ზახარიჩი და მან ისმის ფონად ისევ ნიაზ დიასამიძის იყოს თუ გამოდიშა რა, კაი ვეშია. ერთი ამას უთხარი წავიდეს თუ ძმახარ. ხონღაზეს საქმე მაქვს შენთან. რას მიხდები ამ მანქანაში? შენ რა ყაჩაღობა დაიწყე? კანეშნახლა უკეთესი იყო პირდაპირ გამოფილებაში სამეფანე, მაგრამ რა ფნაზი ძველი ნაცნობობა ხო იცი თავის აშვება, რა გინდა ეხლა? რას შეხვდება? შემდეგი მუსიკა, რომელიც არის გამოყენებული სერიალში, არის მერვე სერიაში, როდესაც თემრაზ ნავერიანის და ზვიად ღონღაძის, ასე ვთქვათ, პირველი შეხვედრა იქნება. მანდ არის გამოყენებული მუსიკა ჩარლი ბალტიმორის Down for You. წავიდა. Epitrade nahე რა. ის ტიპი ვინ არის? თათად შემოწმეთ. ისმენთ? რა გინდა? დადოდება. რა, არ შეიძლება? არ შეიძლება. მეგობარს ველოდები. მიდი რა იქიდან. კარგი. კარგი. შემდეგი მუსიკა არის კვლავ ნიაზ დიასამიძის და არის ფონური მუსიკა, რომელიც არის მძაფრ მომენტებში შერჩეული და მე რომ ვკითხოთ, რა ვიცი, საოცრად ზუსტად არის, ასე ვთქვათ, გარტყმული მომენტს, რა იდეალურად მართლა დააჯდა. ეს არის ზუსტად ზაზა ურუშაძის და ნიაზ დიასამიძის საოცარი კოლაბორაციის დამსახურება, რა თქმა უნდა. აი ეს მომენტი ნახეთ. ძაღლო ეცი არ მეგონა ეს ყველაფერი აქ თუ მოხდებოდა. რა ეს ყველაფერი? და ეს ჩვენი ეპიზოდის ბოლო მუსიკა, რომელიც არის სერიალში პირველ სეზონში გამოყენებული, არის
ჩვენი 5-იანთ ზუკა, უпросторо ბოლო სერიის 2 მუსიკა არის გამოყენებული ბოლო სერიაში. მე-10 სერიაში არის ეს გამოყენებული. ჩვენი 5-იანთ ზუკა რო აწკრიალებს ხმას, სულ ყველაზე ლამას რო მღერის, ეგ მომენტი. სად არის ისა? 5-იან ზუკა ბიჭო. ვინუ? აგერა შენი ჭიქა მომენტი. მოდი აქა, ბალღო, მოდი აქა. აბა, ეხლა სიჩუმე მსრაფლ. მაიცა, სიჩუმე. სიმღერა ეძღვნება კეთის. აი გეშენა. ლავაზე არ შეგვარწმუნო გასწრე. ერთი აწკრიალი აბა, სიჩუმე ხლა, სიჩუმე. სუღალაზე ლამასი შენი თვალის ფერია შენზე უსაყვარლესი ქვეყანა და ფერია ვალილების ნამქერი შესევია ლელია მე რომ გერიძო ასე არსან გელია მე რომ გერიძო ასე არსან ესეც. ასე და რაც შეეხება ბოლო მუსიკას, რომელიც არის გამოყენებული სერიალში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ჩვენი შემოგევლის მომენტში, ოღონდ როდესაც თავს იკლავს მაშინ არა, ის სანამ მოუვა ეგ ამბავი, მანამდე აი მარკეტში რო არის შესული, მაგ მომენტში არის გამოყენებული მუსიკა Be Your Side. საგეშო მომაქცია ყურადღება შემოგევა. ასე და ამგვარად პირველ სეზონში არის გამოყენებული აი ამდენი მუსიკა, რამდენიც უკვე თქვენ იხილეთ ჩემთან ერთად. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეოს, შემოვერთით ჩვენი ცხელწაღლოლოგების ჯგუფს, ასევე გამოვყევით TikTok-ზე, Instagram-ზე ჩვენი ცხელიწაღლის seasons. უფრო და უფრო წინ წავიდეთ, იმიტომ რომ ნახვები გვაქვს საოცარი და დაფოლოების ღილაკზე დაჭერა, როგორც Instagram-ზე, არა მარტო Instagram-ზე, ასევე YouTube-ზეც გვავიწყდება. გამოიწერეთ YouTube-ზე ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო და თქვენი აზრით, აი სანამ ეს რეალურად იქნება დაყოფილი სეზონებად, ჩვენი ეს პატარა ეპიზოდები. ეს იყო პირველი სეზონის განხილვა და გახსენება თუ რომელი მუსიკა არის გამოყენებული სერიალში. ასე რომ გვექნება კიდევ ძალიან ბევრი ეპიზოდი, ბევრი რამდენი სეზონიც არის, იმდენი ეპიზოდი. შესაბამისად, მინდა რომ კომენტარებში დამიწეროთ, რამდენად მოგწონთ ეს პატარა მიმართულება, რომელიც მოვიფიქრეთ და დაწერეთ სანამ ბოლოში გავალთ ზუსტი ციფრი, რამდენი მუსიკა არის თქვენი აზრით გამოყენებული სერიალში. ძალიან მაინტერესებს რომელიმე თუ გაარტყამთ. და რაც შეეხება, ხო, თავარი რაც არის, ეგ არის რომ უნდა გამოიწეროთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და წამოვკვეთ რა. დანარჩენი ხო, ცხელიწაღლის ახალი სეზონის შესახებ წინა ვიდეოში უკვე იხილეთ რა ხდება, როგორ ხდება, კიდევ ბევრ დეტალს როგორც კი მეტყვიან, გავასაჭიროებ, გეტყვით და ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი ყველა პლატფორმა და დარჩით ჩვენთან ერთად. გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. დროებით.